მომავლის ტექნოლოგიები და პროფესიული არჩევანი ერთ სივრცეში. საქართველოს უნივერსიტეტმა ინოვაციების კვირეულს უმასპინძლა სწორედ ამ სათაურით. ღონისძიება სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებით და პრაქტიკულ აქტივობებს აერთიანებდა. კვირეული საზეიმო დახურვაზე კი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის წარმომადგენლის, ინფორმატიკის ინსტიტუტის დირექტორის სერგო ცირამუას დაჯილდოება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს უნივერსიტეტმა 14 ახალ ინოვაციურ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე მიიღო აკრედიტაცია. რაც ადასტურებს, რომ უნივერსიტეტი უკვე გადავიდა იმ ეტაპზე, სადაც შეუძლია არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ ტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნა. როგორ ჩაიარა ინოვაციების კვირეულმა და რა შესაძლებლობები მისცა პროექტმა სკოლის მოსწავლეებს, ამას უკვე სიუჟეტში გიყვებით. საქართველოს უნივერსიტეტში ინოვაციების კვირეული საზეიმო დახურვა გაიმართა, სადაც ღონისძიების კულმინაციად მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის წარმომადგენლის, ინფორმატიკის ინსტიტუტის დირექტორის სერგო ცირამუას დაჯილდოება იქცა. საღამომ 2-დან 6 თებერვლამდე მიმდინარე მასშტაბური კვირეული შეაჯამა, რომელიც სპეციალურად მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყო. პროექტის მიზანი იმ ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რომლებიც უკვე ფიქრობენ მომავალ პროფესიაზე და სურთ საკუთარი თვალით იხილონ თუ როგორ მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიები რეალურ სამყაროში. საქართველოს უნივერსიტეტი ყალიბდება როგორც რეგიონის ტექნოლოგიური ეკოსისტემის ჰაბი და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ღონისძიება, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ტარდებოდა ტექნოლოგიური კვირეული, იმიტომ რომ აქ საშუალება ჰქონდათ ჩვენ სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს შეხვედროდნენ ძალიან საინტერესო ადამიანებს, ჰქონდათ დისკუსიები ტექნოლოგიების მიმართულებით, ძალიან ბევრი საინტერესო ვორქშოპი ჩატარდა და რასთავალია ძალიან ბევრი საინტერესო, ძალიან კარგი ახალგაზრდა აღმოვაჩინეთ აქ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ნათელი მომავალი არის საქართველოში. კვირეულის განმავლობაში მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკულად გაცნობოდნენ ისეთ მაღალ ტექნოლოგიურ მიმართულებებს, რომლებიც დღეს სამუშაო ბაზარს ძირეულად ცვლიან. ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, თამაშების დეველოპმენტი და ჭკვიანი მოწყობილობები. ეს იმ სფეროების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ირგვლივ ინტერაქტიული ვორქშოპები, ექსპერიმენტები მიმდინარეობდა. ინოვაციების კვირეულმა პანელური დისკუსიებიც გააერთიანა, სადაც მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ექსპერტებთან ერთად 21 საუკუნეში ხელოვნური ინტელექტის როლი განეხილათ. საქართველოს უნივერსიტეტის წარმატებით ჩატარდა ტექნოლოგიური კვირეული. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით მოსწავლეებმა გამოხატეს საკმაოდ დიდი ინტერესი, განსაკუთრებით აუცილებლად უნდა გამოყოთ ხელოვნური ინტელექტის მიმართულება, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა აქტიური ინტერაქცია სკოლის მოსწავლეებთან. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ფაქტი ზოგადად, იმიტომ რომ ტექნოლოგიები და განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტი ბოლო რამდენიმე წელი არის წამყვანი მიმართულებად იქცა მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას და შესაძლებლობას იმის, რომ მოისმინონ ბევრი განსხვავებული, წარმატებული და გამოცდილი ადამიანის პოზიციები, აქტიურად ჩაერთონ პანელურ დისკუსიაში, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები ამ კითხვებზე. საქართველოს უნივერსიტეტში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინოვაციური კვირეული, რომლის პროგრამაშიც მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა და სტუდენტმა. ეს კვირეული არ იყო კლასიკური კონფერენცია, ეს იყო პლატფორმა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები და პროფესიონალები. ეს პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მათი ინტერესი იყო საკმაოდ მაღალი, სწორედ ამიტომ უნივერსიტეტი გეგმავს, რომ ეს პროექტი განახორციელოს ყოველწლიურად. ჩვენმა უნივერსიტეტმა მიმდინარე წელს განაახლა 14 ახალი პროგრამა. საიდანაც გამოსარჩევია ბლოკჩეინის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მხოლოდ ჩვენთან ისწავლება, აგრეთვე კიბერუსაფრთხოების, ინჟინერიის და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამა. საქართველოს უნივერსიტეტმა 14 ახალ ინოვაციურ პროგრამაზე მიღებული აკრედიტაციით კიდევ ერთხელ დაადასტურა სასწავლებლის მძლავრ ტექნოლოგიურ ეკოსისტემად გარდაქმნა, რომელიც მხოლოდ თეორიულ ცოდნას კი არ გასცემს, არამედ მომავლის შემოქმედებს ზრდის. ვფიქრობ, რომ ეს კვირა ძალიან საინტერესო შესაძლებლობა არის ჩვენ ხელა მოსწავლეებისთვის, რომ შეეცნონ სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა სფეროს, განსაკუთრებით ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის, ვინაიდან პროექტი გვაქვს დაახლოებით ამ თემაზე. შესაბამისად, ძალიან საინტერესო იყო, რომ განსაკუთრებით AI, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ თემებზე დავსწრებულიყავით და ეს გამოცდილება რაღაცნაირად ძალიან დაგვეხმარება, რომ სწორი მიმართულებით წავიყვანოთ უკვე მომავალში ჩვენი პროექტი. ინოვაციების კვირეული დასრულდა, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განვითარებაზე ზრუნვას უცვლელი ტემპით აგრძელებს. სხვადასხვა პროგრამითა და თანამედროვე ეკოსისტემით სასწავლებელი მზადაა სტუდენტებს არა მხოლოდ ცოდნა მისცეს, არამედ ისინი ტექნოლოგიური სფეროს ლიდერებად ჩამოაყალიბოს.